მე ვფიქრობ, ეს შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი ყვინთვის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ ფოტოდ. ეს არის ნიკოლას მავოლის ბოლო ფოტო, სანამ მას საშინელი ბედი ეწია. მის სახეზე გამოსახული გამომეტყველებიდან თითქმის შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის გრძნობდა, რაღაც ძალიან ცუდი უნდა მომხდარიყო მასთან. სავარჯიშო კატასტროფებიდან მოულოდნელ შემთხვევებამდე და მსოფლიო რეკორდის მცდელობების წარუმატებლობამდე, ეს ეპიზოდი თავისუფალი ყვინთვის საშინელებად აკრებულია. როგორც ყოველთვის, მაყურებელს გირჩევთ სიფრთხილე გამოიჩინოს. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ ქვიშიან ნაპირზე, ბაჰამის კუნძულების თვალწარმტაცი ლურჯით გარშემორტმული. ჰერი თბილია, ხოლო წყალი თქვენს ფეხებთან მშვიდი და გამჭვირვალეა. ესეთი იყო სურათი 2013 წლის 17 ნოემბერს, როდესაც ნიკოლას მავოლი 22 წლის ბრუკლინიდან ნიუ-იორკი ემზადებოდა თავისი ბოლო თავისუფალი ყვინთვისთვის. ის აქ ჩამოვიდა Vertical Blues შეჯიბრებისთვის, რომელიც თავისუფალი ყვინთვის სამყაროში პრესტიჟული ღონისძიებაა და მისი მიზანი იმ დღეს კიდევ ერთი ამერიკული რეკორდის დამყარება იყო. თავისუფალი ყვინთვა სპორტია, რომელიც ადამიანის სხეულის შესაძლებლობების საზღვრებს წყალქვეშ ამოწმებს. Scuba diving-ისგან განსხვავებით, თავისუფალი მყვალი მყინთავები ჟანგბადის ბალონებს არ იყენებენ. ისინი ერთ ღრმა სუნთქვას იღებენ და შემდეგ ოკეანეში იმდენად ღრმად ჩადიან, რამდენადაც შეუძლიათ. ეს სახიფათო სპორტია და უნდა იცოდე შენი შესაძლებლობების ზღვარი. მაგრამ ზოგიერთი მყინთავი ამ ზღვარს უფრო და უფრო შორს ძევს. და ნიკოლასი ერთ-ერთი ასეთი მყინთავი იყო. დინს Blue Hole, სადაც შეჯიბრი ჩატარდა, მსოფლიოში ყველაზე ღრმა წყალქვეშა ორმოა. მისი სიღრმე 663 ფუტზე მეტია. წარმოიდგინე, რომ დგახარ ღრმა ბნელ ჭასთან, მსოფლიოში მესამე ყველაზე ღრმა Blue Hole-თან და იცი, რომ როგორც კი გადახტები, ყველგან წყალი იქნება. მხოლოდ წყალი ჟანგბადის გარეშე და არანაირი საკვინთი აღჭურვილობა, გარდა ნიღბისა, ფარფლებისა და ჰიდროკოსტიუმისა. თავისუფალი ყვინთვა არის სპორტი, სადაც ყველაფერი სიჩუმეში ხდება. არ არის შეფები, არც ძრავების ხმა, მხოლოდ შენი გულისცემის ხმა და ირგლივ ღრმა წყლის წნევა. ეს სუნთქვის შემკვრელია, მაგრამ ასევე უკიდურესად საშიში და ნიკოლასი ახლა აპირებდა მის სიღრმეებში ჩაყვინთვას. 12:25 საათზე ნიკოლასი ზურგზე წვებოდა წყალში და გონებრივად ემზადებოდა. მისი სუნთქვა ნელი და სტაბილური იყო, რადგან ის კონცენტრირებული იყო ფილტვების მაქსიმალურად ჰაერით შევსებაზე. ის აპირებდა გაეკეთებინა ყვინთვა, რომელსაც უწოდებენ მუდმივი წონა ფარფლების გარეშე. ეს ნიშნავდა, რომ მას არ შეეძლო რაიმე აღჭურვილობის გამოყენება ჩასასვლელად ან ამოსასვლელად, მხოლოდ საკუთარი ძალა. ის მიზნად ისახელდა 236 ფუტის სიღრმეზე ჩასვას ერთი ჩასუნთქვით. როდესაც უსაფრთხოების მყინთავები მზად იყვნენ, ნიკოლასმა გადაბრუნდა და დაიწყო ჩაყვინთვა. ის გლუვად მოძრაობდა წყალში, მისი სხეული ისრის მსგავსად ჭრიდა ლურჯ სიღრმეს. სხვა სპორტსმენები და დამკვირვებლები ნერვიულულად აკვირდებოდნენ ზედაპირიდან. ისინი სონარის საშუალებით აკვირდებოდნენ ნიკოლასის წინსვლას, როცა ის ჩადიოდა. ყველაფერი კარგად იყო, სანამ მან დაახლოებით 223 ფუტს არ მიაღწია. სწორედ მაშინ რაღაც შეიცვალა. ნიკოლასმა წამით დააყოვნა და ჩანდა, რომ უკან დაბრუნებას აპირებდა. იმ წამებში მან არჩევანი გააკეთა. ზედაპირზე დაბრუნების ნაცვლად, ნიკოლასი ქვემოთ გააგრძელა სვლა, მტკიცედ გადაწყვეტილი ჰქონდა მიზნის მიღწევა. ზემოდან რომ უყურებდნენ, მის რამდენიმე თანამყვინთავს მოეშფოთა. მაიკ ბორდმა, კიდევ ერთმა მონაწილემ ყვინთავმა მოგვიანებით თქვა, იმ სიღრმეზე ფარფლების გარეშე ყვინთვა ძალიან რთულია. ვიცოდი, რომ მისთვის უკან ამოსვლა ძალიან რთული იქნებოდა. ბოლოს, თითქმის 4 წუთის წყალქვეშ ყოფნის შემდეგ, ნიკოლასი ამოვიდა ზედაპირზე. მისმა სახემ წყალი გააპო და მან მაშინვე მოიხსნა სათვალე, რათა ჟიურისთვის ეჩვენებინა, რომ კარგად იყო. მაგრამ რაღაც რიგზე არ იყო. მისი სიტყვები გაურკვევლად ისმოდა და თვალებში მოშორებული მზერა ჰქონდა. შემდეგ, გაფრთხილების გარეშე, ნიკოლოზმა გონება დაკარგა და ისევ წყალში ჩავარდა. უსაფრთხოების ჯგუფი მაშინვე მოქმედებაში ჩაერთო, ის წყლიდან ამოიყვანეს და ახლომდებარე პლატფორმაზე დააწვინეს. მათ სწრაფად დაიწყეს მისი გადარჩენა, ჩაატარეს გულფილტვის რეანიმაცია და სხვა გადაუდებელი პროცედურები. რამდენიმე წამით პულსი დაუბრუნდა, მაგრამ ისევ გაქრა. დაახლოებით 90 წუთის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნიკოლას მავოლი გარდაცვლილად გამოცხადდა. ეს უმძიმესი მომენტი იყო შეჯიბრზე მყოფი ყველასთვის, შეჯიბრზე. ნიკოლასი თავისუფალი ყვინთვის საზოგადოებაში საყვარელ ფიგურად იქცა. ის სპორტში შედარებით ახალი იყო, მაგრამ უკვე დიდი გავლენა მოახდინა, რეკორდები დაამყარა და საზღვრები გააფართოვა. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მაისში ის გახდა პირველი ამერიკელი, რომელმაც 330 ფუტზე მეტი დამოუკიდებლად, ყოველგვარი დახმარების გარეშე ჩაყვინთა. ეს ჩაყვინთვა დიდი მიღწევა იყო. ზოგი ითხოვდა, რომ ნიკოლას საბედისწერო ჩაყვინთვამდე 2 დღით ადრე შემაშფოთებელი შემთხვევა შეემთხვა, რაც თითქოს აფრთხილებდა მას.
მან სცადა 314 ფუტზე ჩაკვინთვა სხვა მეთოდით, რომელსაც თავისუფალი იმერსია ეწოდება, სადაც თოკის დახმარებით იწევ თავს ქვემოთ და უკან ზევით. მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. როდესაც ზედაპირზე ამოვიდა, პირში სისხლი ჰქონდა, რაც ეგრეთ წოდებულ ფილტვის შეკუმშვის ნიშანია. ეს მაშინ ხდება, როდესაც სიღრმეში წნევა ფილტვებში კაპილარების გასკდომას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა მას შეჯიბრებაში გაგრძელების უფლება მისცეს, ამ მოვლენამ შესაძლოა ქვეცნობიერ დონეზე იმოქმედა მასზე. ნიკოლასის სიკვდილის შოკი იყო მთელი თავისუფალი ყვინთვის სამყაროსთვის. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვინმე საერთაშორისო შეჯიბრების დროს დაიღუპა და მიუხედავად იმისა, რომ სპორტი თავის ბუნებით საშიშია, ეს მაინც ტრაგიკული შეხსენება იყო იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ყველაფერი არასწორად წავიდეს. და ნიკოლასი ერთადერთი თავისუფალი მკვინთავი არ იყო, ვისი ცხოვრებაც ოკეანის სიღრმეში დასრულდა. ერთ წელზე ნაკლები ხნით ადრე კიდევ ერთმა მკვინთავმა ოდრი მესტრემ სიცოცხლე დაკარგა რეკორდის დამყარების მცდელობისას დომინიკის რესპუბლიკის სანაპიროსთან. მისი ისტორიაც არანაკლებ გულს ადგენია. ოდრი უკვე გამოცდილი მკვინთავი იყო. მან მანამდეც დაამყარა რეკორდები და იმ კვირის დასაწყისში ვარჯიშისას 558 ფუტის სიღრმეს მიაღწია, რაც უფრო ღრმაა ვიდრე ადამიანების უმეტესობა ოდესმე ჩავა. ოდრი მხოლოდ 28 წლის იყო, როცა ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ სპორტში მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებდა. მისი მიზანი იყო ერთ ამოსუნთქვაზე 561 ფუტის სიღრმეზე ჩასვლა. არანაირი სკუბა ტანკი, არანაირი ჟანგბადის მარაგი, მხოლოდ ადამიანის სუფთანება და ღრმა კავშირი ოკეანესთან. 2002 წლის 12 ოქტომბერს ოდრი მესტრი დომინიკის რესპუბლიკის სანაპიროსთან ნავის გემბანზე იდგა. მის წინ ოკეანე უსასრულოდ იშლებოდა, ზედაპირზე მშვიდი, მაგრამ სიღრმეში მალავდა დაუჯერებელ უფსკრულებს, რომლებსაც ის უნდა შესწავლოდა. ის მხოლოდ პირადი რეკორდის დამყარებას არ ცდილობდა. ის სურდა დაემარცხებინა მსოფლიო რეკორდი, რომელიც მის მეუღლეს, ფრანჩესკო პიპინ ფერერას ეკუთვნოდა. პიპინმა 521 ფუტს მიაღწია. ოდრი და პიპინი წლების განმავლობაში ერთად ვარჯიშობდნენ და მათ შორის ზღვის სიყვარულით უნიკალური კავშირი არსებობდა. თავისუფალი ყვინთვა სხვა სპორტებს არ გავს. შეცდომებისთვის ადგილი არ არის. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, წნევა მნიშვნელოვნად იზრდება, ფილტვებს გიჭერს და გულის ცემას ანელებს. იმ სიღრმეზე, რომელსაც ოდრი ისახავდა მიზნად, წნევა ზედაპირთან შედარებით დაახლოებით 18 ჯერ მეტი იქნებოდა. უმეტესობა ამას ვერ გაუძლებდა, მაგრამ ოდრისთვის ეს იყო გამოწვევა, რომელსაც მზად იყო შეხვედროდა. იმ შაბათს ყველაფერი მზად ჩანდა. 13 უსაფრთხოების მკვინთავი სხვადასხვა სიღრმეზე განლაგდა, რომ ოდრის ჩაყვინთვის მონიტორინგი გაეწიათ და საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდნენ. მან დაგეგმა, რომ გამოყენებოდა დამზიმებული ციგა, რომელიც კაბელზე იყო მიმაგრებული, რათა სწრაფად ჩასულიყო სასურველ სიღრმეზე. როდესაც იქ ჩასულიყო, მან უნდა გააბეროს ბუშტი, რათა რამდენიმე წუთში ზედაპირზე დაბრუნდეს. ჩაკვინთვა 4 წუთზე ნაკლებს უნდა გაგრძელულებულიყო, მაგრამ ყველაფერი გეგმას არ ახკვა. ოდრი ღრმად ჩაისუნთქა, ფილტვები აივსო და ციგა ხელში აიღო. ის სწრაფად დაეშვა ზემოთ არსებული სამყარო ქრება, რადგან წყალი უფრო ბნელდება და ცივდება. როცა მან 561 ფუტს მიაღწია, რაღაც არასწორად მოხდა. მისი ბუშტი სწორად არ გაიბერა და ის უკან არ ამოდიოდა. ის, რაც სწრაფ ჩაკვინთვად იყო ჩაფიქრებული, 9 წუთიან ბრძოლად გადაიქცა. უსაფრთხოების მკვინთავებმა იცოდნენ, რომ რაღაც არ იყო რიგზე და დახმარებისთვის გაიქცნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მისი ქმარი, პიპინი, ჩაკვინთა მის გადასარჩენად. მან დარჩენილი გზა ზედაპირზე ამოიყვანა, მაგრამ სანამ ზედაპირზე ავიდოდნენ, ოდრი უგონოდ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდა გადარჩენის მცდელობები, მათ შორის გულის ხელოვნური მასაჟი, ოდრი გონს აღარ მოსულა. მსოფლიომ ახლახან დაკარგა თავისუფალი ყვინთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი. ოდრის გარდაცვალების ამბავმა ყვინთვის საზოგადოება შეძრა. ბევრმა იკითხა, რა წავიდა არასწორად. საწყისმა აუტოპსიამ დაადგინა, რომ ის დაიხრჩო, მაგრამ ინციდენტის სრული დეტალები კვირების შემდეგ გახდა ცნობილი. იყო კითხვები იმის შესახებ, სწორად იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების პროცედურები. ზოგი ფიქრობდა, რომ წყალში საკმარისი უსაფრთხოების მკვინთავები არ იმყოფებოდნენ სწრაფი რეაგირებისთვის. სხვებმა აღნიშნეს, რომ სამედიცინო დახმარება ნავზე დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი არ იყო, რამაც შესაბამისი მკურნალობა დააგვიანა. ოდრის სიკვდილმა გამოიწვია დებატები შეზღუდვების გარეშე მკვინთავობის მომავალზე. ამ დისციპლინაში, სადაც მკვინთავები იყენებენ ბენციგებს სწრაფად ჩასასვლელად და ამოსასვლელად, ისინი აღწევენ ისეთ უკიდურეს სიღრმეებს, რომელთა გაძლებაც ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია. სპორტის კრიტიკოსები მაგალითად, იტალიელი თავისუფალი მკვინთაობის ყოფილი ჩემპიონი უმბერტო პელიცარი, ამტკიცებდნენ, რომ შეზღუდვების გარეშე მკვინთაობა უფრო თავგადასავლად იქცა, ვიდრე ნამდვილი უნარის გამოცდად. რისკები უბრალოდ ძალიან მაღალი იყო. იმ სიღრმეებზე სხეული წარმოუდგენელ სტრესს განიცდის.
გულისცემა 20-ზე ნაკლებ დართმამდე ეცემა წუთში, ხოლო ფილტვები ჩვეულ ზომასთან შედარებით მცირე ნაწილამდე იკუმშება. სისხლი კიდურებიდან შორდება და სასიცოცხლო ორგანოებს იცავს. იქ ქვემოთ უცხო სამყაროა და გადარჩენისთვის ყველაფერს დებს, რაც გაგაჩნია. რუდი კასტანერა, თავისუფალი ყვინთვის ორგანიზაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშკარა იყო ადრე თუ გვიან ასეთი რამ აუცილებლად მოხდებოდა. ყვინთავები ისეთ სიღრმეებში ჩადიოდნენ, რომ ეს უკვე ადამიანის სხეულის შესაძლებლობების ზღვარს უახლოვდებოდა და უბედური შემთხვევების ალბათობაც იზრდებოდა. ზუსტად ისე როგორც ოდრი, კიდევ ერთი თავისუფალი მკვინთავი, სტივენ კინანი თავის ბრძოლას გამართავდა სიღრმეებთან. 2017 წელს სტივენ კინანი თავისუფალი მკვინთაობის სამყაროში კარგად ცნობილი ფიგურა იყო. ის მხოლოდ გამოცდილი მკვინთავი არ იყო, ის უსაფრთხოების ექსპერტიც გახლდათ. მან თავისი ცხოვრება მიუძღვნა სხვების დახმარებას ღრმა წყალში ყვინთვის რისკების გადალახვაში. იმ წლის 22 ივლისს ყველაფერი იდეალურად დაგეგმილი ჩანდა ყვინთვისთვის ეგვიპტეში, დაჰაბის ლურჯ ხვრელში. სტივენი მზად იყო დახმარებოდა თავის მეგობარს და იტალიის საუკეთესო მყინვარს, ალესია ძეკინის, როცა ის ცდილობდა გადაელახა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში წყალქვეშა სტრუქტურა, თაღი. ეხლა თუ თაღის შესახებ ადრე არ გსმენიათ, ეს არის ბუნებრივი წყალქვეშა გვირაბი, რომელიც დაახლოებით 180 ფუტის სიღრმეზე მდებარეობს. მყინვარები ამ გვირაბს გადიან ლურჯი ხველის ერთი მხრიდან მეორეზე. ის ლამაზია, მაგრამ ზაქრულად სახიფათოა სიღრმისა და ძლიერი დინებების გამო. ბევრ მყინვარს იქ სიცოცხლე დაუკარგავს, რადგან საფრთხეები დაუფასებიათ. მაგრამ სტივენ კინანი, როგორც მისი უსაფრთხოების მყინვარი, ალესია თავდაჯერებულად გრძნობდა თავს. ისინი ერთად ვარჯიშობდნენ და სტივენ კინანს თაღი ბევრჯერ ჰქონდა გადალახული. სინამდვილეში, ალესია საუკეთესო ფორმაში იყო. ის მომავალ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვარჯიშობდა და თაღის გადალახვა ჰობში მისთვის მარტივი საქმე იყო. როგორც მისი მსურთნელი და მეგობარი სტივენმა ყველაფერი ბოლო დეტალამდე მოაწყო. უსაფრთხოების ჯგუფი, რომელიც გამოცდილი ინსტრუქტორებისა და მყინთავებისგან შედგებოდა, ამ ნახტომს ისევ და ისევ ავარჯიშებდა. დროის სწორად შერჩევა გადამწყვეტი იყო. სტივენი უნდა შეხვედროდა ალესიას თაღის გამოსასვლელთან და უკან ზედაპირზე აეყოლებინა. ყველაფერი დაგეგმილი იყო წამამდე ზუსტად. მაგრამ ზოგჯერ, ყველაზე კარგად დაგეგმილ შემთხვევაშიც კი, რაღაც შეიძლება არასწორად წავიდეს. ალესია დაიწყო ჩაყვინთვა, გლუვად დაეშვა ლურჯ ხვრელში, ზუსტად გათვლილი რუტინის მიხედვით. გეგმა იყო, რომ ის ჩაყვინთავდა თავისუფალი იმერსიის მეთოდით, რაც ნიშნავს, რომ თოგზე ხელით ეშვებოდა, შემდეგ კი თაღს ფარფლების გარეშე გადაკვეთდა. სტივენმა უთხრა, რომ რიფის კედელთან ახლოს დარჩენილიყო, რათა თავიდან აეცილებინა შეჯახება ორ ტექნიკურ მკვინთავთან, რომლებიც მას ირებდნენ. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, როცა მან თაღის გადაკვეთა დაიწყო, მაგრამ სწორედ აქ მირველი მცირე შეცდომა. რადგან ალესია პირველად კვეთდა თაღს, მას არ ჰქონდა გამოცდილება იმ მსუბუქი ცვლილებების ამოცნობაში, რომლებიც აჩვენებდა, როდის გავიდა თაღიდან. ის განაგრძობდა ცურვას რიფის კედელთან, ვერაცნობიერებდა, რომ უკვე შუა ნაწილს გასცდა. ამ ეტაპზე ის უფრო სწრაფად მოძრაობდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ნაწილობრივ სიღრმის გამო. თაღი მდებარეობს 180 ფუტის სიღრმეზე, სადაც მყინთავები უარყოფითად მაცურავები ხდებიან და უფრო სწრაფად იძირებიან, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ. ამასობაში სტივენი ემზადებოდა თავისი მყინთავობისთვის, ცლადი წონის მყინთავობისთვის, სადაც ის დაეშვებოდა წონის დახმარებით, რათა ალესია შეხვედროდა, როცა ის თაღიდან გამოვიდოდა. მაგრამ შემდეგ რაღაცა მოულოდნელი მოხდა. სწორედ ჩასვლის წინ სტივენმა დამატებითი 10 წამი ითხოვა. არავინ იცოდა რატო და იმ მომენტში არავის დაუსვამს კითხვები. სტივენი იყო უფროსი, ის ვინც ყველაფერს ორგანიზებდა და მან უკვე რამდენჯერმე წარმატებით გადაკვეთა თაღი. ამიტომ როცა მან კიდევ 10 წამი ითხოვა, მისმა გუნდმა მასენდო. თუმცა ეს მცირე დაპოვნება იმას ნიშნავდა, რომ სანამ სტივენი ბოლოში ჩავიდოდა, ალესია უკვე გასული იყო თაღიდან და იგი თოკიდან ბევრ უფრო შორს იყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სტივენმა ეს მაშინვე შეამჩნია და მისკენ სწრაფად გაცურა. ეს იყო შემდეგი რამ, რაც არასწორად მოხდა. სტივენმა იმის ნაცვლად, რომ ალესია შორეულ თოქთან დაებრუნებინა, სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება, ასვლა სწორედ იქვე დაეწყოთ. თავდაპირველად ალესია დამოუკიდებლად ცურავდა, სტივენი კი მის უკან მიხვებოდა. ის ყურადღებით აკვირდებოდა, მზად იყო დახმარებოდა, თუ საჭირო გახდებოდა. მაგრამ როცა ზედაპირს მიუახლოვდნენ, სტივენმა შენიშნა, რომ ალესია იღლებოდა. მან წელზე ხელი მოკიდა, რომ დარჩენილი გზა ზედაპირზე ასვლაში დახმარებოდა. დინება უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ და მათ დაგეგმილ ადგილს საკმაოდ მოშორდნენ ზედაპირზე ამოსვლისას. როდესაც ზედაპირზე ამოვიდნენ, ალესია ჯერ კიდევ გონზე იყო. ის დაღლილი იყო, მაგრამ გარემოს კარგად აღიქვამდა. სწორედ მაშინ მესამედაც რაღაც არასწორად წავიდა. სტივენი, კაცი, რომელიც ყველას დამცველი იყო,
წყალში სახით ქვევით იწვა. თავდაპირველად ვერავინ მიხვდა რა მოხდა. მახლობლად იყო შნორკელერების ჯგუფი, რომლებიც ბევრ ხმაურს და შხეფებს ქმნიდნენ, რის გამოც ალესიას დახმარების წახმარები დისმოდა. მან სწრაფად გადააბრუნა სტეფენი და დაინახა, რომ ის არ სუნთქავდა. სწორედ მაშინ დაიწყო პანიკა. უსაფრთხოების ჯგუფი, რომელიც ლურჯ ხველთან იყო მიმოფანტული, დახმარებისთვის გაიქცა. მათ წყალში სუნთქვის ხელოვნური დახმარება გაუწიეს სტივენს, როცა ნაპირზე მიაცურებდნენ, მაგრამ იცოდნენ, რომ დრო იწურებოდა. იმ დროისთვის, როცა ნაპირზე მივიდნენ, აშკარა იყო, რომ რაღაც ძალიან ცუდად იყო. გუნდმა გულფილტვის რეანიმაცია ჩაატარა, მაგრამ საჭირო აღჭურვილობა ადგილზე არ ჰქონდათ. იმ დროს ლურჯ ხველთან დეფიბრილატორი არ იყო და სასტრაფო დახმარების მანქანასაც კი წყლიდან შორს მოუწია გაჩერება. მათი ყველა მცდელობის მიუხედავად, სტივენი გონს არ მოსულა. სტივენ კენენი იმ დღეს მეგობრის გადარჩენისას გარდაიცვალა. მკვინთავები ფიქრობენ, რომ მას შესაძლოა ზედაპირული წყლის გათიშვა დაემართა. ეს მდგომარეობა მაშინ ხდება, როდესაც twin-ი მოულოდნელად ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის. ეს დამანგრეველი დანაკარგი იყო არა მხოლოდ მკვინთავთა საზოგადოებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მას იცნობდა. ის ბევრისთვის გმირი იყო, მწვრთნელი, მეგობარი და ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გაიღო იმისთვის, რომ სხვების უსაფრთხოება უზრუნველიყო. თუმცა ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდებოდა თავისუფალი მკვინთავობის სამყაროში. ნატალია მოლჩანოვა თავისუფალი მკვინთავობის სამყაროში ლეგენდა იყო. ის 1962 წელს საბჭოთა კავშირში დაიბადა და მკაცრი დისციპლინისა და მძიმე შრომის ფონზე ჩამოყალიბდა. ის ვარჯიშობდა როგორც ძველი საბჭოთა ეპოქის სპორტსმენი, მაგრამ გულში სიხარულითა და სიცილით იყო სავსე. ნატალია თავისუფალ ფრიდაივინგს მხოლოდ მაშინ მიჰყვა, როცა უკვე 40 წელს გადაცილებული იყო, რაც უჩვეულოა სპორტისთვის, სადაც ბევრი სპორტსმენი ახალგაზრდობიდან იწყებს. მაგრამ ეს არ შეუშლია ხელი, რომ სწრაფად გამხდარიყო საუკეთესო. მან გადალახა საზღვრები, რაც არავის ეგონა შესაძლებელი მისი ასაკის ქალისთვის, ან საერთოდ ვინმესთვის. მისი კარიერის განმავლობაში ნატალიამ დაამყარა 81 მსოფლიო რეკორდი და მოიგო 23 მსოფლიო ჩემპიონატი. ის ცნობილი იყო თავისი გამორჩეული სტაბილურობით და სიმშვიდით უკიდურეს წნეხში. ის მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობებით არ იყო ცნობილი, მან ასევე შეიმუშავა მენტალური ტექნიკები, რომ წნეხის ქვეშ მშვიდად და კონცენტრირებულად დარჩენილიყო. ერთ-ერთი ასეთი ტექნიკა იყო ის, რასაც ის ყურადღების დეკონცენტრაციას უწოდებდა. ეს იყო მედიტაციის იჭონ ფორმა, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ყურადღება მთელ გარემოზე გაეფანტა და არა მხოლოდ ერთ რამეზე კონცენტრირებულიყო. მისი თქმით, ეს ეხმარებოდა მას მოდუნებულიყო და ერთდროულად შეენარჩუნებინა სხეულის მდგომარეობის შეგრძნება კვინთვის დროს. ნატალია თვლიდა, რომ ეს მენტალური ძალა ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ფიზიკური ვარჯიში. იმ დროისთვის, როცა ნატალია 53 წლის გახდა, მას მსოფლიოში უდიდეს თავისუფალ მყინთელ მკვინთავად მიიჩნევდნენ. მისი მეტსახელი მანქანა მის უნარზე მიუთითებდა, რომ სპორტში თითქმის ყველას აჯობებდა გამძლეობით. იქნებოდა ეს მუდმივი წონით კვინთვა, სადაც მკვინთავებმა ზუსტად იმავე წონით უნდა ამოიცურონ, რა წონითაც ჩაკვინთეს, თუ შეზღუდვების გარეშე კვინთვა, სადაც სპეციალური სლედი ღრმად ქვეშ წაიყვანს მათ. ნატალია ყველა დისციპლინაში დომინირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ნატალია სიმშვიდის შენარჩუნებისა და სუნთქვის კონტროლის ოსტატი იყო, ოკეანე ყოველთვის არაპროგნოზირებადია. 2015 წლის 2 აგვისტოს ნატალია ესპანეთში იმყოფებოდა და თავისუფალი კვინთვის გაკვეთილებს ატარებდა მდიდარი რუსი სტუდენტისთვის. ეს იყო ჩვეულებრივი დღე, მაგრამ გაკვეთილის შემდეგ მან გადაწყვიტა და მოუკიდებლად ჩაკვინთვა. ეს არ უნდა ყოფილიყო არც ძალიან ღრმა და არც რთული, განსაკუთრებით მისნაირი ადამიანისთვის. მან ადრე ბევრად უფრო ღრმადად ჩაკვინთა, ადამიანის გამძლეობის ზღვარსაც კი გადააბიჯა. მაგრამ ამჯერად რაღაც არასწორად წავიდა. ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა იმ კვინთვის დროს. ნატალიასთან უსაფრთხოების დამკვირვებლები არ იყვნენ, რაც არასაკონკურსო კვინთვისთვის ჩვეულებრივი ამბავია. საბოლოოდ ის ჯგუფში ყველაზე გამოცდილი მკვინთავი იყო და ყველაფერი ჩვეულებრივ კვინთვად გამოიყურებოდა. მაგრამ როცა ის ზედაპირზე აღარ ამოვიდა, მისმა თანამკვინთავებმა ნერვიულობა დაიწყეს. მათ ეძებეს, მაგრამ ნატალია გაუჩინარდა. რამდენიმე დღის განმავლობაში სამზებრო ჯგუფები ესპანეთის სანაპიროს წყლებს ჩხრეკდნენ, მაგრამ მისი სხეული ვერ იპოვეს. მიჩნეულია, რომ ძლიერმა წყალქვეშა დინებებმა შეიძლება წაიღო იგი, ან მან შეიძლება გონება დაკარგა წყლის სიღრმეში. თავისუფალი კვინთვის სამყაროში გონების დაკარგვა ყოველთვის საფრთხეა, განსაკუთრებით მაშინ თუ სხეული ძალიან დიდხანს რჩება ჟანგბადის გარეშე. უსაფრთხოების მკვინთავების დახმარების გარეშე, ოკეანეში შეიძლება დაიკარგოს საუკეთესო თავისუფალი მკვინთავიც კი. ნატალიას გაუჩინარება დიდი შოკი იყო მკვინთავთა საზოგადოებისთვის. როგორ შეიძლებოდა ასე გამოცდილი, ასე დისციპლინირებული და ასე ძლიერი ადამიანი გამქრალიყო თითქოს უბრალო კვინთვის დროს. მისი შვილი ალექსეი მოლჩანოვი,
რომელიც ასევე მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი მკვინთავი იყო, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა მას. ბოლოს, ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, მან საბოლოოდ მიიღო ის ფაქტი, რომ დედამისი აღარ იყო. ეს მისთვის, მათი ოჯახისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ნატალია აღფრთოვანებული იყო, გულის შემძვრელი მომენტი იყო. ბევრმა ივარაუდა რა იყო ზუსტად არასწორი. ზოგი ფიქრობდა, რომ ესპანეთის სანაპიროსთან ძლიერი დინებები შეიძლება ძალიან ძლიერი იყო, თუნდაც ისეთი გამოცდილისთვის, როგორიც ნატალია იყო. სხვები ფიქრობდნენ, ხომ არ დაემართა მას ზედაპირული წყლის გათიშვა, საშიში მდგომარეობა, რომელიც მაშინ ხდება, როცა მყინთავი ზედაპირზე ამოსვლამდე გონებას კარგავს. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ნატალია აღარ იყო. ის დაიკარგა იმ სიღრმეებში, რომლებმაც განსაზღვრეს მისი საოცარი ცხოვრება. ასე შეუერთდა ნატალია მოლჩანოვა იმ მკვინთავთათა ლეგენდების სიას, რომლებიც სიღრმეებში დაიკარგნენ. ერთი კვირის შემდეგ, კიდევ ერთი მკვინთავი შეეცდებოდა საკუთარი მსოფლიო რეკორდის დამყარებას და ასევე ტრაგიკულ დასასრულს შეხვდებოდა. გაი გარმანი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც დოგ ტიპი, საზღვრების გადალახვა მისთვის უცხო არ იყო. 2015 წლის 15 აგვისტოს ის ცდილობდა იმას, რასაც ბევრი მკვინთავი წარმოუდგენლად მიიჩნევდა, მსოფლიო რეკორდის დამყარებას, როცა აშეთეშის ვირჯინის კუნძულებზე, სენტ-კროის სანაპიროსთან 1200 ფუტის სიღრმეზე ჩაკვინთა. მაგრამ ეს ჩაკვინთა გარმანისთვის მხოლოდ რეკორდის დამყარებას არ ეხებოდა. ეს იყო ადამიანის შესაძლებლობების გამოცდა და წლების განმავლობაში დაგეგმვისა და მომზადების კულმინაცია. თუმცა მიუხედავად მისი თავდადებისა და ფრთხილი დაგეგმვისა, ყველაფერი საშინლად წავიდა და გარმანი ცოცხალი აღარ ამოვიდა ზედაპირზე. გარმანი 56 წლის იყო და მხოლოდ 4 წელია რაც კვინთავდა, მაგრამ სპორტისადმი მისი ვნება ძალიან ძლიერი იყო. ის იყო ოტოლარინგოლოგი, კურის, ცხვირისა და კელის სპეციალისტი. მისი სამედიცინო გამოცდილება უნიკალურ ხედვას აძლევდა, თუ როგორ შეუძლია ადამიანის ორგანიზმს ადაპტირება ექსტრემალურ წყალქვეშა პირობებში. მკვინთავობა მისთვის ჰობიზე მეტი გახდა. ეს იყო აკვიატება. გარმანმა უკვე განახორციელა ღრმა ჩაკვინთვები თვები წარსულში. ერთ-ერთ წინამცდელობაზე მან 813 ფუტს მიაღწია. ამჯერად ის კიდევ უფრო შორტ წასასვლელად იყო მზად. როცა გარმანი და მისი გუნდი ჩაკვინთვისთვის ემზადებოდნენ, ყველაფერი თავის ადგილზე ჩანდა. მათ 2 წელი გაატარეს დაგეგმვაში, რეპეტიციებში და დამხმარე გუნდის შეკრებაში, რომელშიც მის შვილი კიომელშიც მისი შვილი კიპი და ცოლი შედიოდნენ. გარმანის ჩაკვინთვა დეტალურად დაგეგმილ გეგმას მიყვებოდა. ის თავის დამხმარე მყინთავებთან ერთად დაახლოებით 656 ფუტამდე ჩავა, შემდეგ კი მარტო გააგრძელებს 1200 ფუტამდე. იქ მისვლის შემდეგ ის აიღებდა სიღრმის მარკერს, რათა დაემტკიცებინა, რომ მიაღწია მიზანს და დაბრუნდებოდა 656 ფუტამდე, სადაც მისი გუნდი შეხვდებოდა უკანასკნელი მონაკვეთისთვის ზედაპირზე ასასვლელად. მაგრამ ესეთ სიღრმეზე ღრმა კვინთვა უკიდურეს რისკებთან არის დაკავშირებული. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო იზრდება ცნევა. 1200 ფუტზე ცნევა 35 ჯერ მეტია ვიდრე ზედაპირზე. ეს ისეთია, თითქოს 3 სპილოს წონა გაწვება შენზე. ეს უზარმაზარი ცნევა ადამიანს ფილტვებს უჭერს და ასეთ სიღრმეებში აზროვნებაც კი რთულდება მდგომარეობის გამო, რომელსაც აზოტის ნარკოზი ეწოდება. ეს ხდება მაშინ, როცა ჰაერის ბალონებიდან აზოტი გროვდება სისხლში, რაც იწვევს დაბნეულობას და ეიფორიის შეგრძნებას, რაც შეიძლება განსჯას დაუბინდოს. ამ პრობლემის გადასაჭრელად მკვინთავები იყენებენ სპეციალურ აირის ნაზავს, რომელსაც tensorship trimix-ი ეწოდება და რომელიც ამცირებს აზოტის დონეს. მაგრამ მიუხედავად ამ სიფრთხილის ზომებისა, რისკები მაინც სერიოზულია. ასევე არსებობს დეკომპრესიის დაავადების, ანუ ბენცის საფრთხე. როდესაც მკვინთავი ღრმად ჩადის ოკეანეში, მისი სხეული აზოტს იწოვს. თუ ისინი ძალიან სწრაფად ამოდიან ზედაპირზე, აზოტი შეიძლება ბუშტებად გადაიქცეს სისხლში, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს, ორგანოების დაზიანებას ან თუნდაც სიკვდილს. ამის თავიდან ასაცილებლად, მკვინთავებმა უნდა გააკეთონ დეკომპრესიის შეჩერებები, სხვადასხვა სიღრმეზე შეჩერდნენ ამოსვლისას, რათა სხეულნა უსაფრთხოდ გამოუშვას დაგროვილი აზოტი. გარმანმა ეს კარგად იცოდა და მის მკვინთავობის გეგმაში გათვალისწინებული იყო დრო დეკომპრესიის შეჩერებებისთვის ამოსვლისას. გარმანს ზურგზე ჰქონდა მიმაგრებული 5 ბალონი, რომლებიც სავსე იყო ტრიმიქსით, ჟანგბადით, აზოტით და ჰელიუმით, ღრმა მკვინთავობისთვის 100 ფუტზე მეტ სიღრმეზე. იგი გეგმავდა დაშვებას წუთში 100 ფუტის სიჩქარით, რათა 12 წუთში მიეღწია 1200 ფუტამდე. ჯგუფმა ფრთხილად გაზომა ჩაკვინთვის ხაზი და დაამაგრა იგი ოკეანის ფსკერზე. მათ ორჯერ გადაამოწმეს ყველაფერი და თავი დარწმუნებულად იგრძნეს. დილის 6 საათზე გარმანი და მისი დამხმარე გუნდი წყალში შევიდნენ. დაშვება თავიდან გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. გუნდი მას მიხვა 646 ფუტის ნიშნულამდე, სადაც ისინი გაჩერდნენ და გარმანი მარტო გააგრძელა. მისი დავალება მარტივი იყო. ჩასვლის ხაზი მხოლოდ ფსკერამდე,
აეღო მარკერი და დაბრუნებულიყო. გარმანს მოუსვენრობა დაეუფლა, როცა მელანქოლიურ სიბნელეში ჩადიოდა. მისთვის კარგად ნაცნობი აღჭურვილობის სიმძიმე თითქოს უფრო მძიმედ გრძნობოდა. მარტოობა დამთრგუნველი იყო. ცნება გუნკერზე აწვებოდა და მისი გონება ათასობით წუხილით იყო სავსე. ის ებრძოდა პანიკის სურვილს, კონცენტრირდებოდა სუნთქვაზე და ჩაკვინთვის თოგზე. ზედაპირზე მყოფი გუნდი ელოდა, რომ ის 656 ფუტის დონეზე დაახლოებით 38 წუთში შეხდებოდა მათ, მაგრამ წუთები საათად გადაიქცა, შემდეგ კი ორად. დრო რომ გადიოდა, არც გარმანი ჩანდა და არც ბუშტები ამოდიოდა სიღრმიდან. მისმა დამხმარე მკვინთავებმა სწრაფად დაიწყეს უფრო ღრმად ძებნა, იმ იმედით, რომ იპოვიდნენ მას. ყოველი გასული წუთით სიტუაცია უფრო კრიტიკული ხდებოდა. მკვინთავები ამოწმებდნენ ბნელწყლებს, ეძებდნენ ნებისმიერ მინიშნებას, თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო გარმანი. მაგრამ არაფერი იყო. არც ბუშტები, არც მოძრაობა, მხოლოდ სიჩუმე. ჯგუფმა საათობით ეძება, მაგრამ მალე გააცნობიერა ტრაგიკული სიმართლე. რაღაცა ძალიან ცუდად წარიმართა და გარმანი აღარ დაბრუნდებოდა. მისი ცოლი და შვილი, რომლებიც ზედაპირზე შეშფოთებულები ელოდნენ, განადგურებულები იყვნენ. ის, რაც გამარჯვების მომენტი უნდა ყოფილიყო, წარმოუდგენელ კოშმარად იქცა. 3 დღის შემდეგ მათ გარმანის ცხედარი იპოვეს. მისი აღჭურვილობა ხელუხლებელი იყო და ჟანგბადის ბალონი კვლავ მიმაგრებული ჰქონდა. თუმცა არავინ იცოდა ზუსტად რა მოხდა მისი ღვინთვის დროს. ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ აზოტის ნარკოზს შეიძლებოდა თავისი როლი ეთამაშა. ნარკოზი არის შეგნებულობის რევერსირებადი ცვლილება, რომელიც ღრმა ღვინთვისას ხდება. ის გამოწვეულია ზოგიერთი აერის ანესთეზიური ეფექტით მაღალი წილადი ცნევის პირობებში. ესეთ სიღრმეებში, თუნდაც გამოცდილ მკვინთავებს შეუძლიათ დეზორიენტაცია განიცადონ და მიმართულების გრძნობა დაკარგონ. მკვინთავთა საზოგადოებაში ბევრს ჰქონდა შეშფოთება გამოთქმული გარმანის ღვინთვის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო გატაცებული და მიზანდასახული, მას მხოლოდ დაახლოებით 600 ღვინთვა ჰქონდა შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ბევრი მოგეჩვენოთ, ღრმა ღვინთვა სრულიად განსხვავებული რამაა. 1200 ფუტზე ღვინთვა მოითხოვს გამოცდილების იმ დონეს, რომელიც ძალიან ცოტა მღვინთავს აქვს. სინამდვილეში მსოფლიოში 10-ზე ნაკლებმა ადამიანმა შეძლო 800 ფუტზე ქვემოთ ღვინთვა დამოუკიდებელი სუნთქვის აპარატით და მთვარეზე უფრო მეტმა ადამიანმა გაიარა, ვიდრე ასეთ სიღრმეზე ღვინთვა წარმატებით დაასრულა. მხოლოდ ერთი კვირით ადრე ღვინთვამდე გარმანის გუნდმა ატვირთა ვიდეო YouTube-ზე, სადაც მათი მომზადებაა ნაჩვენები. გამოცდილმა მკვინთავებმა ეს ვიდეო ნახეს და შეშფოთდნენ. მათ მიიჩნიეს, რომ ეს ღვინთვა გარმანის გამოცდილებისთვის ზედმეტად ამბიციური იყო და მისი გუნდი არ ფლობდა საკმარის გამოცდილებას ასეთი სახიფათო მისიისთვის. მათ გააფრთხილეს, რომ ეს ღვინთვა სავსე იყო საეჭვო ნიშნებით. ღვინთვა ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური გამოწვევაა, რომელსაც ადამიანი შეიძლება შეხვდეს და არანაირი მომზადება ვერ გააკრობს რისკებს. ოკეანე არაპროგნოზირებადია და თუნდაც ყველაზე პატარა შეცდომას შეიძლება სასიკვდილო შედეგი მოჰყვეს. გმადლობთ ყურებისთვის და მომავალ ვიდეოში შევხვდებით. იყავით მამაცები და გაბედულად იცხოვრეთ.